ივანიშვილის გაუმჭვირვალე კაპიტალი როგორ უმალავს ოლიგარქი მოქალაქეებს თავის ქონებას. ქვეყნის დე-ფაქტო მართველი კანონს მიღმა და კანონზე მაღლა. სახელმწიფო მანქანა უზრუნველყოფს, რომ ივანიშვილმა დეკლარაცია არ წარადგინოს. ვებგვერდზე ოლიგარქის დოკუმენტაციას ვერ იპოვით. მის დამალვაში კი მომსახურე პერსონალის ფუნქციას მორჩილი რაჟდენ კუპრაშვილი ასრულებს. ივანიშვილის 2024 წლის მიწურულს ივანიშვილი დროებით იმ საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო, რომლის ლეგიტიმაციის მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებს, მაგრამ ოცნებისავე ლოგიკით ის დეპუტატი გახდა და დეკლარაციის შევსებაც ევალება. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. აქვე გაგახსენებთ, რომ ეს ის ბიუროა, რომელიც უკანონოდ ითხოვს იმ მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, რომელზეც წვდომა არ შეიძლება რომ ჰქონდეს. სამაგეროდ, ვისაც დეკლარაციის შევსება კანონით ეკუთვნის, მას ხელს აფარებს. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი. დეკლარაცია შევსებული აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ასევე მცირე ხნით გახდა არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. თუმცა, როცა საქმე ეხება ივანიშვილს, ის არც აქ ლოგიკა მუშაობს და არც კანონი. ივანიშვილის პასუხი ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა, ბიძინა ივანიშვილი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდა, რადგან თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდი 2 თვეს არ აღემატებოდა. ეს გარემოება კი მართველი პარტიის განცხადების მიხედვით პირს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისგან ათავისუფლებს. ქართულ ოცნებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კიდევ ერთი განცხადებით უპასუხა, რომელიც აბათილებს რეჟიმის განმარტებას, ციტატა ორგანიზაციის ტექსტიდან. 2 თვეზე ნაკლები ვადი დეკლარაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ფუნქციას, ანუ ხდება თანამდებობაზე დროებითი შიდა ჩანაცვლება. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი სრულიად ახალ თანამდებობაზე ინიშნება ან ირჩევა, თუნდაც მცირე ვადით, წერია გამჭვირვალობის განცხადებაში. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ივანიშვილი ქონებას უბრალოდ მალავს. რაც შეეხება უშუალოდ რაჟდენ კუპრაშვილსა და მის ანტიკორუფციულ ბიუროს. Amnesty International ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს შეწყვიტოს უფლებადამცველთა შევიწროება, გააუქმოს მესამე სექტორიდან ინფორმაციის გამოთხოვის განკარგულება და რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით ანტიკორუფციულის მოთხოვნა, რომ ორგანიზაციებისგან მიიღოს სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის ბენეფიციარების სახელები, ფოტოები, საბანკო და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ზღუდავს მესამე სექტორის დამოუკიდებლობას და ავტონომიას და სახელმწიფოს მათ საქმიანობაზე არათანაბარ კონტროლს ანიჭებს. ოცნების ავტორიტარული კანონების ფოკუსში უკვე 7 არასამთავრობოა. დღესვე მოქალაქეებმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან პროტესტი გამოხატეს, შეიკრიბნენ ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც მესამე სექტორის მომსახურებით სარგებლობენ. აქციის მონაწილეთა შეფასებით ანტიკორუფციულის მოთხოვნა უკანონოა და რეალური მიზანი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით მათზე ზეწოლაა.